ერისკაცსაც და მონაზონსაც ერთი სახარება გვაქვს. აი ღარიბ ადამიანს, რომელსაც კვირიდან კვირამდე თავი ძლის გააქვს და მილიარდელს ორივე შეიძლება ცხონდეს, ისე რომ ეს მილიარდელი იყოს და ეს კვირიდან კვირამდე თავი გაქონდეს, მაგრამ ამ ორივემ ერთი და იგივე სახარებით უნდა იცხოვრონ. და შესაძლებელია, რომ ღარიბას და მდიდარმა ერთ და იგივე სახარებით იცხოვრონ შესაძლებელია. ერის ადამიანი და მღვდელი ან ეპისკოპოსი ერთ და იგივე სახარება გვაქვს. არა განსხვავებული. ისიც შეიძლება ცხონდეს და ისიც. და ვიღაცა ოჯახის ადამიანი, რომელსაც ბევრი შვილი ყავს და ამ ქვეყნიური სამსახური აქვს და ვიღაც განდეგილი, ანმარტოებული მწირი სადღაც, ამათაც ერთ და იგივე სახარება აქვს. განსხვავებული სახარება ვინმესთვის უფალს არ მოუწია. ესე იგი საქმე იმაში კი არ არის ღმერთმა სად დამადგინა, ანიჭები მაქვს. საქმე არის რაც უფალი ეუბნება, გამომყევი. ქრისტესადმი გაყოლა ყველგან, ყველა წერტილიდან, ყველა სოციალური პოზიციიდან შესაძლებელია. იმიტომ რომ ეს გაყოლა ხდება შიგნით, ჩვენს გულში აღესრულება.